გინდა გასწავლო ტექნიკა, რომელიც დაგეხმარება, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუყვარდე. ეს მეთოდი მუშაობს შემთხვევების 70%-ში. ეს ტექნიკა ძალიან ძლიერია, ძალიან დახვეწილი. გამოიყენე მხოლოდ სასიკეთოდ. გაფრთხილებ. ის, რასაც ახლა გაიგებ, სათამაშო არ არის. ამ ტექნიკას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს შენი ურთიერთობა ადამიანებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, იმ ადამიანებთანაც კი, ვინც გულწრფელად ვერ გიტანს. მაგრამ გახსოვდეს, ნებისმიერ ცოდნას თან პასუხისმგებლობა ახლავს. ეს მეთოდი აღმოაჩინა ადამიანმა, რომლის სახეც $100 კუპიურაზეა გამოსახული. მან ის გამოიყენა ყველაზე საშინელი მტრების ერთგულ მოკავშირეებად გადაქცევისთვის. წარმოუდგენელია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ინტუიციურად ყველაფერს პირიქით აკეთებს. ისინი ჩუქნიან საჩუქრებს, უწევენ მომსახურებას, ცდილობენ მოაწონონ თავი, მაგრამ სინამდვილეში საპირისპირო უნდა გააკეთონ. წარმოიდგინე, შენი ყველაზე უსიამოვნო კოლეგა მოულოდნელად გთხოვს დახმარებას. შენ თანხმდები, თუმცა შინაგანად ეწინააღმდეგები. და აი რა ხდება შემდეგ. ერთი კვირის შემდეგ ხვდებით, რომ ეს ადამიანი უკვე აღარ არის თქვენთვის ისეთი საძულველი. უფრო მეტიც, შენ მზად ხარ, რომ მას კვლავ დაეხმარო. გეთანხმები, ნამდვილად გიჟურად ჟრერს. კეთილი იყოს შენი მობრძანება ბენჯამინ ფრანკლინის აფექტის სამყაროში, ფსიქოლოგიურ ფენომენში, რომელიც თავდაპირველად აყენებს ჩვენს გაგებას ადამიანურ ურთიერთობებზე. უახლოეს წუთში გაიგებ, როგორ გამოიყენო ეს ეფექტი არაკეთილმოსურნეების მოკავშირეებად, რთული კოლეგების დამხმარეებად და უცნობი ადამიანების მეგობრებად გადაქცევისთვის. ჩვენ გავაანალიზებთ ამ ფენომენის მეცნიერულ საფუძვლებს, შევისწავლით გამოყენების კონკრეტულ ტექნიკებს და გავიგებთ, რატომ მუშაობს ჩვენი ტვინი სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ შევეჩვიეთ ფიქრს. და რომ არ დაგავიწყდეს, მოიწონე ვიდეო ახლავე. კვლევა აჩვენებს, რომ კონტენტთან აქტიური ურთიერთქმედება აუმჯობესებს ინფორმაციის დამახსოვრებას ორმაგად. დავიწყოთ ისტორიით, რომელმაც შეცვალა გავლენის ფსიქოლოგიის გაგება. 1736 წელი, ფილადელფია. ახალგაზრდა ბენჯამინ ფრანკლინი მსახურობს კლერკად პენსილვანიის ასამბლეაში. მას ჰყავს გავლენიანი მოწინააღმდეგე, შეძლებული და განათლებული ჯენტლმენი, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს ფრანკლინს და ემუქრება მისი პოლიტიკური კარიერის განადგურებით. რას გააკეთებდი ფრანკლინის ადგილას? სავარაუდოდ შეეცდებოდი მისთვის თავის მოწონებას, მომსახურების გაწევას, საჩუქრის მიტანას. მაგრამ ფრანკლინი პირიქით მოიქცა. მან გაიგო, რომ ამ ადამიანს პირად ბიბლიოთეკაში იშვიათი და ძვირფასი წიგნი ჰქონდა. ფრანკლინმა მას თავაზიანი წერილი მისწერა თხოვნით, რომ ეს წიგნი რამდენიმე დღით ეთხოვებინა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანმა არა მხოლოდ წიგნი მისცა, არამედ როდესაც ისინი შემდეგ შეხვედრაზე შეხვდნენ, მან ფრანკლინს პირველად გაესაუბრა და თან ძალიან თავაზიანად. მას შემდეგ ყოფილი მოწინააღმდეგე ყოველთვის მზად იყო ფრანკლინის დასახმარებლად და ისინი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. ფრანკლინმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელმაც შეძრა ადამიანის ფსიქოლოგიის გაგების საფუძვლები. ის, ვინც ერთხელ გაგიწია მომსახურება, უფრო მეტად გაგიწევს კიდევ ერთს, ვიდრე ის, ვისაც შენ გაუწიე მომსახურება. ნამდვილად პარადოქსულად ჟრერს. მოდი გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს ტვინში. წამყვანმა ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენი ცნობიერების მუშაობის საოცარი თავისებურება. როდესაც რაიმე კარგს ვაკეთებთ ადამიანისთვის, რომელიც განსაკუთრებით არ გვიყვარს, ჩვენი ტვინი შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში ვარდება. ამ კონფლიქტს კოგნიტური დისონანსი ეწოდება. წარმოიდგინე, შინაგანი დიალოგი. მე არ მიყვარს ეს ადამიანი, მაგრამ ახლახან გაუწიე მას მომსახურება. რატომ ვაკეთებ ამას? და აი აქ ტვინი იწყებს ლოგიკური ახსნის ძიებას. უმარტივესი გამოსავალი. შეცვალოთ დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. როგორც ჩანს, ის არც ისე ცუდია, თუ მე ვეხმარები მას. ეს არ არის მხოლოდ თეორია. 1979 წელს ფსიქოლოგებმა ჯონ ჯეკერმა და დევიდ ლენდიმ ჩაატარეს ბრწყინვალე ექსპერიმენტი.
74 სტუდენტი მონაწილეობდა ინტელექტუალურ შეჯიბრში, სადაც მათ შეეძლოთ ფულის მოგება. მკვლევარი სპეციალურად იქცეოდა უსიამოვნოდ და ამპარტავნულად. ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს მკვლევარმა სთხოვა მოგებული ფულის დაბრუნება და აუხსნა, რომ საკუთარი ჯიბიდან იხდიდა და თანხები ეწურებოდა. მეორე ჯგუფს იმავე თხოვნით მიმართა მდივანმა ფაკულტეტის სახელით. მესამე ჯგუფისთვის საერთოდ არაფერი უთხოვიათ. შედეგები გასაოცარი იყო. მონაწილეებმა, რომლებსაც პირადად სთხოვა უსიამოვნო მკვლევარმა, შეაფასეს მისი სიმპათიურობა 7.2 ქულით 12-დან. მათ, ვისაც მდივანმა სთხოვა, მხოლოდ 4.4 ქულა მიიღეს, ხოლო საკონტროლო ჯგუფმა 5.8 ქულა დააფიქსირა. პირადმა თხოვნამ მომსახურებაზე გაზარდა სიმპათია. თავდაპირველად უსიამოვნო ადამიანის მიმართ თითქმის 1.5-ჯერ. მაგრამ არსებობს ნიუანსი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეფექტი მუშაობს მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში. მკვლევები აჩვენებს, რომ მომსახურების ზომას კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია თავად თხოვნის ფაქტი და ნებაყოფლობითი თანხმობა. იძულება ან ზედმეტად დამამძიმებელი თხოვნა საპირისპირო ეფექტს იძლევა. მეორე საკვანძო მომენტი არის დრო. ახალი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია მომსახურების თხოვნა გაცნობის დასაწყისშივე და არა ამის გადადება მოგვიანებით. twins ჯერ არ ჩამოუყალიბებია მყარი აზრი და მისთვის უფრო ადვილია პოზიტიური ურთიერთობების აწყობა. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თხოვნის ტიპი. წამყვანმა უნივერსიტეტებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური თხოვნები უფრო ეფექტურია ვიდრე მატერიალური. რჩევა უკეთესად მოქმედებს ვიდრე ფულის სესხება. როდესაც რჩევას ითხოვ, შენ ქვეცნობიერად აძლევს სიგნალს სხვა ადამიანის ექსპერტიზისა და ღირებულების აღიარების შესახებ. ახლა კი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული გამოყენება. დაუშვათ გაქვს რთული ურთიერთობა კოლეგასთან. იმის ნაცვლად, რომ მოერიდო მას ან შეეცადო საჩუქრებით მოისყიდო, სცადე სხვა მიდგომა. მიდი და უთხარი. მე ვიცი, რომ შენ ამ სფეროში ჩემზე უკეთ ერკვევი. ხომა შეგიძლია მირჩიო, როგორ მივუდგე ამ ამოცანას უკეთესად. ყურადღება მიაქციე ფორმულირებას. შენ აღიარებ ადამიანის ცოდნას, ითხოვ რჩევას და არა პრობლემის გადაწყვეტას შენ ნაცვლად. ეს აამებს თავმოყარეობას და ქმნის მნიშვნელოვნების განცდას. ადამიანი თავს გრძნობს მენტორად და არა დავალებების შემსრულებლად. სპეციალისტები აკვირდებიან, რომ ეს მიდგომა მუშაობს ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა გააზიარა, როგორ აქცია კონფლიქტური დაქვემდებარებული მოკავშირედ. სთხოვა მას სამუშაო პროცესის გაუმჯობესების წინადადების შემუშავება, ადამიანმა არა მხოლოდ შეასრულა თხოვნა, არამედ გახდა ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. ის, რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება გაგაოცოს. ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი მუშაობს არა მხოლოდ პირად კომუნიკაციაში. თანამედროვე კომპანიები მას მარკეტინგში განსაცვიფრებელი შედეგებით იყენებენ. გახსოვს სარეკლამო კამპანია მოიფიქრე ჩიპსების გემო? ეს არის ფრანკლინის პრინციპის კლასიკური გამოყენება. როდესაც ბრენდი სთხოვს მყიდველებს მოიფიქრონ ახალი გემო, მისცენ ხმა სასურველ დიზაინს ან გაუზიარონ იდეები, ის არა მხოლოდ აგროვებს ინფორმაციას, არამედ ქმნის ემოციურ ჩართულობას. ადამიანი თავს გრძნობს მენტორად და არა დავალებების შემსრულებლად. სპეციალისტები აკვირდებიან, რომ ეს მიდგომა მუშაობს ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი. ადამიანები, რომლებიც ასეთ აქტივობებში მონაწილეობენ, თავს ბრენდის ნაწილად გრძნობენ. მათ ჩადეს თავიანთი დრო და ყურადღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბრენდი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბიზნესის სფეროში ჩატარებული კვლევები შთამბეჭდავ ციფრებს აჩვენებს. გუნდმა, სადაც მონაწილეები პერიოდულად სთხოვდნენ ერთმანეთს მცირე მომსახურებას, სპორტულ შეჯიბრებებში ეფექტურობის 11%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო გაკიდვებში ყოველი $10, რომელიც კოლეგაში მომსახურების გაწევის გზით იყო ჩადებული, $52 შემოსავალს აბრუნებდა. ეს არის 520%-იანი მომგებიანობა. მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც. თუ ადამიანი უარს გეტყვის თხოვნაზე,
ეფექტმა შეიძლება საპირისპირო მიმართულებით იმუშაოს. ტვინი გაამართლებს უარს და ჩამოაყალიბებს ნეგატიურ დამოკიდებულებას. მე მას არ დავეხმარე, რადგან ის არ მომწონს. ამიტომ მნიშვნელოვანია სიტუაციის სწორად შეფასება და თხოვნის ფორმულირება. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი მართლაც საინტერესო. ჩნდება საინტერესო მონაცემები იმის შესახებ, რომ ფრანკლინის ეფექტი გადარჩენის უძველეს მექანიზმებთან არის დაკავშირებული. წამყვანი მკვლევარები სწავლობენ კავშირს მომსახურების გაწევასა და სოციალური იერარქიების ფორმირებას შორის. როდესაც ჩვენ ვინმეს ვეხმარებით, ჩვენ ქვეცნობიერად აღვიქვამთ ამ ადამიანს როგორც ჩვენი ჯგუფის წევრს, რომელიც იმსახურებს დაცვასა და მხარდაჭერას. ეს ხსნის, თუ რატომ მუშაობს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერად გაურკვევლობის სიტუაციებში. როდესაც ჩვენ არ გვაქვს მკაფიო აზრი ადამიანზე, ტვინი იყენებს ჩვენს მოქმედებას როგორც ინფორმაციის წყაროს ჩვენივე გრძნობების შესახებ. ამას ეწოდება თვითახქმის თეორია. წამყვანი სპეციალისტები კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს აღნიშნავენ. ფრანკლინის ეფექტი საუკეთესოდ მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავდაპირველად ნეიტრალურად ან ოდნავ ნეგატიურად არიან განწყობილნი შენს მიმართ. თუ ადამიანს უკვე ძალიან უყვარხარ, დამატებითმა მომსახურებამ შეიძლება არ მოგცეს შესამჩნევი ეფექტი. ხოლო თუ სძულ ხარ, მაშინ მომსახურება შეიძლება აღქმული იყოს როგორც მანიპულირების მცდელობა. ახლა განვიხილოთ გამოყენების კონკრეტული ტექნიკები. პირველი ტექნიკა არის ექსპერტის თხოვნა. იპოვეთ სფერო, სადაც ადამიანი ნამდვილად უკეთ ერკვევა ვიდრე შენ. მიმართე ფორმულირებით. მე შევნიშნე, რომ შენ შესანიშნავად უმკლავდები ასეთ ამოცანებს. ხომ არ გაგვიზიარებდი გამოცდილებას. საკვანძო სიტყვა აქ არის შევნიშნე. ეს აჩვენებს, რომ შენ აგვირდებოდი ადამიანს და აფასებ მის უნარებს. მეორე ტექნიკა არის დროებითი დახმარება. სთხოვე რაიმე, რაც არაუმეტეს 5 წუთს წაართმევს. ხომ ვერ გადახედავდი ამ წერილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი აზრი. თხოვნის ლაკონურობა ამცირებს წინააღმდეგობის ბარიერებს, ხოლო აზრის თხოვნა აამებს თავმოყარეობას. მესამე ტექნიკა უკუკავშირის მადლიერება. თხოვნის შესრულების შემდეგ ნუ შემოიფარგლები მარტივი მადლობით. უთხარი, შენი რჩევა ძალიან დამეხმარა. ახლა მესმის, რატომ მოგმართავენ ასე ხშირად დახმარებისთვის. ამით არა მხოლოდ მადლობას უხდი, არამედ აღიარებ ადამიანის რეპუტაციასა და სტატუსს. ახლა კი ის, რაც ცვლის ეფექტის მთელ გაგებას. ნეირომარკეტინგის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურების თხოვნა ტვინში ააქტიურებს იმავე ზონებს, რასაც კომპლიმენტის მიღება. როდესაც რჩევას ითხოვ, ილიბად ამბობ. მე მჯერა, რომ შენ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხარ ჩემზე ამ საკითხში. ეს არის უძლიერესი ფსიქოლოგიური სტიმული. მაგრამ ყველაზე გასაკვირი აღმოჩენა გრძელვადიან ეფექტებს ეხება. ადამიანები, რომლებმაც გაგიწიეს მომსახურება, არა მხოლოდ იწყებენ შენს მიმართ უკეთესად მოპყრობას ამ მომენტში, არამედ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, დაგეხმარონ მომავალში. იქმნება ურთიერთქმედების დადებითი სპირალი. ეს მუშაობს ოჯახურ ურთიერთობებშიც. იმის ნაცვლად, რომ საყვედურით მიმართო პარტნიორს, იმის გამო, რომ ის სახლის საქმეებში არ გეხმარება, სცადერ რჩევა ჰკითხო საყოფაცხოვრებო საკითხების ორგანიზებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობ, როგორ ჯობია საკუჭნაოს სივრცის ორგანიზება? ადამიანი არა მხოლოდ დაგეხმარება, არამედ თავს იგრძნობს ოჯახურ საკითხებში ექსპერტად. ბავშვებთანაც ჯადოსნურად მუშაობს. ბრძანების ნაცვლად აალაგე სათამაშოები. გითხე, როგორ ფიქრობ, სად ჯობია მანქანის შენახვა, რომ მისი მიგნება მოსახერხებელი იყოს? ბავშვი ხდება გადაწყვეტილების თანაავტორი და არა იძულების ობიექტი. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რომლებიც უნდა გესმოდეს. ეფექტი არ მუშაობს, თუ თხოვნა აღიქმება როგორც პასუხისმგებლობის გადაკისრების მცდელობა. გააკეთე ეს ჩემთვის და მასწავლე ამის გაკეთება. ფუნდამენტურად განსხვავებული გზავნილებია. ასევე ეფექტმა შეიძლება არ იმუშაოს ადამიანებთან, რომლებსაც თავიდანვე ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვთ. ან პირიქით, მტკივნეულად თავმოყარეები არიან. პირველებმა შეიძლება იფიქრონ, რომ შენ მათ იყენებ. მეორეებმა, რომ შენ ცდილობ მათ მანიპულირებას.
ახალი თეორიები ვარაუდობენ, რომ ფრანკლინის ეფექტი ევოლუციონირდა როგორც სოციალური კავშირების ჩამოყალიბების მექანიზმი. ძველ თემებში გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ მათ, ვინც ერთმანეთს ენდობოდა. ჩვენი ტვინი დღემდე იყენებს ამ პროგრამას, ოფისებისა და სოციალური ქსელების თანამედროვე სამყაროშიც კი. საინტერესოა, რომ ეფექტი ციფრულ გარემოშიც კი მუშაობს. როდესაც თხოვ გამომწერებს მოიწონონ, გააზიარონ პოსტი ან დაწერონ კომენტარი, შენ იყენებ იმავე პრინციპს. ადამიანები, რომლებმაც შეასრულეს შენი თხოვნა, თავს უფრო ჩართულად გრძნობენ შენს კონტენტში. სწორედ ამიტომ წარმატებული ბლოგერები უბრალოდ არ ამბობენ მოიწონეთ, არამედ ხსნიან რატომ არის ეს საჭირო. შენი მოწონება დაეხმარება ალგორითმს, რომ ეს ვიდეო აჩვენოს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ან გააზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში. ეს დაეხმარება სხვა მაყურებლებს. თხოვნა ხდება არა ეგოისტური, არამედ მიმართული საერთო სიკეთისკენ. ამყვანი მკვლევარები სწავლობენ კავშირს ფრანკლინის ეფექტსა და გიმიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის. როდესაც აპლიკაცია გთხოვს შეაფასო მისი მუშაობა, მოიწვიო მეგობრები ან შეასრულო რაიმე მოქმედება, ის იყენებს იმავე პრინციპს. შენ ძალის ხმევას დებ და შესაბამისად აპლიკაცია შენთვის უფრო ღირებული ხდება. ჩნდება მონაცემები, რომ ეფექტმა შეიძლება იმუშაოს საკუთარ თავთანაც კი. როდესაც აიძულებ საკუთარ თავს გააკეთოს რაიმე სასარგებლო, მაგრამ უსიამოვნო, შენი დამოკიდებულება ამ საქმიანობის მიმართ შეიძლება გაუმჯობესდეს. ტვინი იწყებს დახარჯული ძალის ხმევის გამართლებას დადებითი მხარეების პოვნით საქმიანობაში. ეს ხსნის მარათონელების ფენომენს, რომლებსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო უყვარდებათ სირბილი, თუმცა თავიდან უჭირდათ. ან ადამიანებს, რომლებიც იწყებენ სიამოვნების მიღებას ჯანსაღი კვებისგან მას შემდეგ, რაც აიძულებენ საკუთარ თავს მიირთვან ბოსტნეული რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა კი რაღაც ნამდვილად პრაქტიკული. თუ შენ ხარ ხელმძღვანელი, გამოიყენე ეფექტი გუნდური სულის შესაქმნელად. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად გასცე მითითებები, პერიოდულად სთხოვე რჩევა ქვეშევრდომებს. როგორ ფიქრობთ, რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური ამ სიტუაციაში? თანამშრომლები თავს გრძნობენ გადაწყვეტილებების თანაავტორებად და არა უბრალო შემსრულებლებად. თუ შენ ხარ ფრილანსერი ან მეწარმე, სთხოვე კლიენტებს მცირე მომსახურება მუშაობის პროცესში. ხომა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რამდენიმე მაგალითი იმისა, რაც მოგწონთ ამ სფეროში. ან გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა იდეალური შედეგის შესახებ. კლიენტი ხდება პროექტის თანაავტორი და შესაბამისად უფრო მეტად არის დაინტერესებული წარმატებით. პირად ურთიერთობებში ეფექტი ხელს უწყობს სიახლოვის გაღრმავებას. სთხოვე პარტნიორს გასწავლოს ის, რაც მას სხვებზე უკეთ გამოსდის. სთხოვე მეგობარს დაგეხმაროს საერთო ნაცნობისთვის საჩუქრის არჩევაში. ეს მცირე თხოვნები ქმნის საჭიროებისა და მნიშვნელოვნების განცდას. მაგრამ ყველაზე მთავარი წესი გულწრფელობაა. ფრანკლინის ეფექტი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შენს თხოვნებს ნამდვილად აქვს აზრი და ღილებულება. ადამიანები გრძნობენ სიყალბეს და მანიპულირების მცდელობებმა შეიძლება სამუდამოდ გაანადგუროს ნდობა. ასევე გახსოვდეს ურთიერთდახმარება. თუ ადამიანი რეგულარულად გიწევს მომსახურებას, მზად იყავი შენც დაეხმარო. ცალმხრივი ურთიერთობები ადრე თუ გვიან კონფლიქტამდე მიდის. პროფესიულ სფეროში ეფექტი განსაკუთრებით ძლიერად მუშაობს ახალ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებისას. ახალ ადგილზე პირველ დღეებში იპოვე შესაძლებლობა, რომ რჩევა ჰკითხო სამუშაო საკითხებზე მათ, ვინც უფრო დიდხანს მუშაობს. ეს არა მხოლოდ დაგეხმარება სწრაფად შეერწყა გუნდს, არამედ შექმნის დადებით შთაბეჭდილებას შენზე, როგორც ადამიანზე, რომელიც მზად არის ისწავლოს. რთულ კლიენტებთან მუშაობისას შეეცადე ფოკუსირება გაყიდვებიდან კონსულტაციაზე გადაიტანო. ნაცვლად იმისა, რომ თქვა, შეიძინეთ ჩვენი პროდუქტი, თქვი, დამეხმარეთ გავიგო, რომელი ფუნქციებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კლიენტი ხდება კონსულტანტი და არა გაყიდვების ობიექტი. ფრანკლინის ეფექტი ხსნის მრავალი თანამედროვე ბიზნეს მოდელის წარმატებას. კრაუდფანდინგის პლატფორმები, სადაც ადამიანები აფინანსებენ სხვის პროექტებს,
სწორედ ამ პრინციპით მუშაობს. პროექტში ფულის ჩადებით ადამიანი ემოციურად ხდება დაინტერესებული მისი წარმატებით. იგივე ხდება ლოიალურობის პროგრამებთან დაკავშირებით. როდესაც აგროვებ ბონუსებს ან მონაწილეობ კონკურსებში, შენ ხარჯავ დროსა და ყურადღებას. ეს ძალისხმევა ქმნის ემოციურ მიჯაჭვულობას ბრენდთან. სოციალური ქსელები ასევე აქტიურად იყენებენ ამ პრინციპს. როდესაც პლატფორმა გთხოვს შეავსო პროფილი და ამატო მეგობრები, გააზიარო კონტენტი, ეს ყველაფერი მცირე სერვისებია, რომლებიც ზრდის შენს მიჯაჭვულობას პლატფორმასთან. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ეფექტის გამოყენება განათლებაშია. მასწავლებლები, რომლებიც სთხოვენ სტუდენტებს ერთმანეთს აუხსნან მასალა, უკეთეს შედეგებს აღწევენ ცოდნის ათვისებაში. სტუდენტი, რომელიც ხსნის თემას, არამხოლოდ უკეთ ახსოვს მას, არამედ იწყებს საგნის მიმართ უფრო პოზიტიურად განწყობას. მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს პრინციპი და სთხოვონ ბავშვებს დაეხმარონ უმცროს ძმებსა და დებს საშინაო დავალების შესრულებაში. ბავშვი თავს მნიშვნელოვნად და კომპეტენტურად გრძნობს, ხოლო ბავშვებს შორის ურთიერთობა უმჯობესდება. მაშასე, დღევანდელი საუბრის მთავარი დასკვნა. იმისათვის, რომ ადამიანს უყვარდე, ნუ გაუკეთებ მას სიკეთეს. სთხოვე მას სიკეთე გაგიგეთოს. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ვიწყებთ იმ ადამიანების დაფასებას, ვისშიც ვდებთ ჩვენს დროს, ყურადღებას და ძალისხმევას. სცადე ეს პრინციპი პრაქტიკაში. იპოვე ადამიანი, ვისთანაც გსურს ურთიერთობის გაუმჯობესება და სთხოვე მას მცირე რჩევა იმ თემაზე, რომელშიც ის ერკვევა. ყურადღება მიაქციე, როგორ შეიცვლება თქვენი ურთიერთქმედება სულ რამდენიმე დღეში. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა ადამიანურ ურთიერთობებს ახლებურად შეხედო, მოიწონე. ეს დაეხმარება ალგორითმს, რომ ეს ცოდნა აჩვენოს მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ხოლო კომენტარებში გააზიარე, რა მომსახურებას ითხოვ ხვალ და ვისგან. შენმა გამოცდილებამ შეიძლება შთააგონოს სხვა მაყურებლები ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტით ექსპერიმენტებისთვის.